თუ გინდა რომ კლავირწმუნო სასწავლების, თუ გინდა რომ ღმერთის ზალა ნახო, ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე. მანქანა მაჩუქეს. აი დღეს და ბატონ დანიელ მივიყვანე სკოლაში, გამოვიყვანე მოკლედ. დედასთან ვარ და ნახეთ წამლები რას უშვება, ჩემ დედიკოს. მეუნებიან რომ მაინც აგრესიული არის და მე უმატებენ და მე რომ მიდივარ თიშავენ ეგრევე და მაინც წამლები არ შეიძლება აგრესიული არის და გამოვწერთო. ნახეთ რას შვება წამლები. დამამშვიდებლები საძილეს ნუ მოკლედ რა. და ნახეთ გვაჩუქეს მანქანა და ვიდეო სანამ გაგიზიარებთ როგორ გადმომწეს და რაღაცა ეს გახლავთ ღმერთმა მითხრა სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა რომ მე სასწაულს მოგივლენო რომ ადამიანებმა ირკლავირწმუნო ჩემიო იმიტომ რომ ისეთ შენ ამ მდგომარეობაში ადამიანი რო ამოვა შენ ამ მდგომარეობაში აი ეს რაღაც რომ მოხდებო ეს მხოლოდ ღმერთიდან იქნებაო იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებსო იმას რასაც მე შევძლებო ამიტომ ყველა ირწმუნებსო და მითხრა რომ ბევრი ნიშანი მაქვს და მითხრა რომ მოკლედ მე ნიშნებს მივყვები რა როგორ მოკლედ როგორ ზოგიერთი ადამიანისგან მოდის ან ნიშნები არ გავალდა იქ აწერია ჩემ კითხვაზე პასუხებს ყველა მხრიდან ციფრებიდან ვიღებ და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ნიშანია იყო რომ ბიჭი გაჩუქებს მანქანასო და უცბად მიკავშირდება გოგო მე ვკითხულობ აი მინდა რომ რაბად მოგიყვეთ მინდა რომ დიდი ვიდეო არ მინდა რომ გამოვიდეს არ მინდა რომ დაგღალოთ რომ გაიგოთ რა აი ყველაფერი ღმერთი ირწმუნოთ ღმერთის ღმერთმა ასე მითხრა რომ იმდენად დამშორდნენ, მომშორდნენ, გონიათ რომ ეკლესია წამწავლენ იქ სანთლებს, იქ ვარო, არ ვარ, მათში ვარო და ანთონო სანთელი უბრალოდ აი აქ ანთონო ჭეშმარიტების სანთელი, როგორ წარსულისგან განთავისუფლდნენო, აღარ მიშვებენო, აღარ ჯერათ სასწავლების, აღარ ჯერათ სიკეთისო, მე აქ დედამიწაზე ვყავს ადამიანები გამოგზავნილი ანგელოზებიო, რომ გახსნიანო გულსო ეს ადამიანი, როგორც ჩემთან მოვიდა ეს გოგო ანგელოზი არის უბრალოდ ამ სხეულში არის ანგელოზის სული და მოვიდა ჩემთან რომ გადმოეცა სასწაული გესმით რომ დედაჩემი მინუსში ესე აკანკალებული აღარ მეტარებინა ჩემი შვილი რო ტირო და დიდიკო მცივა და დედაჩემს ასე დაკანკალებულს რომ ხედავდი მცივა -25-ში -15-ში აღარ მეტარებინა და შემემსუბექებინა დედის ყოფა მომივლინა ღმერთმა სასწაული ანგელოზი რომელიც ყავდა გამოგზავნილი ჩვენთვის გესმის და სხვებისთვისაც სხვებსაც ყავთ ასეთი ანგელოზები უბრალოდ არ მიდიან ვერ მიდიან ადამიანის ხელში მყოფია ეს ანგელოზები იმიტომ რომ გული აქვს ჩაკეტილი და ვერ ეხმარება ღმერთი გესმით იმიტომ რომ ღმერთი ჩვენში არის როდესაც გახსნი გულს ის ადამიანი მაშინ მოვა შენთან გავაგრძელ რო არ დამავიწყდეს ესე იგი და ნიშანი მქონდა რომ აი ბიჭი გაჩუქებსო და უცბად გოგო მიკავშირდება და ნახეთ ნამდვილი ანგელოზის სული ღვთისნიერი მეუბნება რომ თუ სხვანაირად არ გამიგებთო მინდაო რომ თუ აიღებთო ამ საჩუქარსო მიიღებთო მინდა რომ მანქანა გადმოგცეთო და მე რას წერ გამიმეორეთ მეთქი რა მომწერეთ მეთქი ვერ დავიჯერე არა და ნიშანი მქონდა მანამდე ნახეთ ღმერთი ნიშანი მქონდა რომ ბიჭი გაჩუქებს მანქანასო და ამ გოგომ რომ მომწერა და იგივე რომ გამიმეორა ვეუბნებ აბა ბიჭი გოგომ წერსო და თურმე რა ხდება მისი შვილი მეხმარებოდა მისი შვილი ცდილობდა მანამდე ეყიდა მანქანა ჩემთვის და ეს საიდან აგროვდა ეს ფული რამინამ რო ნახარ რო ხედავთ როგორ დატრიალდა სასწაული გული რო გავხსენი რამინამ შემთხვევით შეხვდა გარეთ და დედაჩემ დასკოჩი დამყავდა ხოლმე რადგან რო ციოდა რომ ეს არ მოეხსნა ეს გადასაფარებელი მოკლედ თბილად რო ყოლოდა და სკოჩავდი რომ თან სითბო შეინარჩუნებს მეთქი უფრო და მოკლედ გაჯგუფი შექმნა რომ შევუმსუბუქოთ ყოფაო დედამის ამ გოგოსო ანასო შვილს რაღაცა და სასწაული მოხდა მანამდე დანიელს სულ მანქანას გაიძახდა მეც მოტივი მქონდა გესმით და ვიდეო ჩავწერე ადრე რა კიდე უკან რო წავიდეთ სულ ყველაფერი საიდან დაიწყო ვიდეო ჩავწერე ესეთი რომ მოკლედ მოტივი მაქვს მეთქი რომ უნდა ამოვიდა მდგომარეობიდან რომ პირველ რიგში ვიყიდო მანქანა მეთქი რომ დედაჩემი ასეთი კანკალებდა ხოლმე ის ხილები ჩემ გოგოს უკანკალებდა ციოდა და მეთქი
მანქანა ვიყიდო მეთქი რომ დედაჩემს შეუსუბუქო ყოფა ოდნავ კომფორტი შევქმნა მეთქი და ეს ვიდეო სრულიად შემთხვევით ნახა ერთმა ადამიანმა თხოვა რომ სახელი არ თქვაო და თუ შეიძლება 200-ს ვიტყვი in მადლიერი ვარ გამომიგზავნა სრულიად უცხო ადამიანმა რამდენჯერ კაცმა რამდენჯერმე ფული მანქანის დანიელმა ცენტი რო აი თეთრებიც კი შეინახა და აი ეს გამომიგზავნა ერთხელ გამომიგზავნა ორჯერ და ასე რაღაც და რო შევაგროვოთო ფულიო მანქანისო და უცბად ხდება რამინაც აკეხსნის რო დამეხმარო რომ მანქანა ვიყიდო ჩიაგროვა ფული იქ მამაო მეხმარება მამაოს ყურამდე მივიდა ეს ყველაფერი მამაო დაგვეხმარა და მოკლედ ასე და ვეძებთ მანქანას თუმცა რა თანხაშიც ვეძებთ მანქანას არ არის გესვით ნახეთ ღმერთის ზალა ეხლა დაუკვირდით ამ ყველაფერს და თქვენთვინო და ხო არ დაგიღეჭავთ ყველაფერს მოისმინეთ რა ისმინეთ ღმერთის ზალის გთხოვთ რომ უნდა ღმერთს რომ თქვენ ცხოვრებაშიც მოხდეს სასწაულები უბრალოდ გული გაქვთ ჩაკეტილი და ვეღარ მოდის თქვენამდე ღმერთი იმიტომ რომ ღმერთი თქვენში არის და აღარ გესმის მისი ხმის სადღაც ეძეთ აღარ გესმით აღარ გწამთ სიკეთის ჩაიკეტეთ აღარ გწამთ კეთილშობილების და ანგრევთ თქვენ ცხოვრებას არა და ღმერთს უნდა ბედნიერება და ღმერთმა მითხრა სასწაულს მოახდენ შენ ცხოვრებაში რომ კვლავ ირწმუნონ ჩემი რადგან შენ მარტო მე მოგიყვან ამ მდგომარეობიდან თუ ვინმე ამოვა და რო ამოვა ეს იქნება ღმერთის ძალა აქედან მარტო ღმერთს შეუძლია შენი ამოყვანაო და ყველა ირწმუნებს ჩემსას ყველა ირწმუნებს სიკეთეს ყველა ირწმუნებს რომ ღმერთში მათში არის გახსნიან გულს და მათ შორის ცხოვრებაშიც მოხდება სასწაულები იმიტომ რომ შენ იქნები მაგალითი რწმენისო და ნახეთ მე რამინებ აღარ ვყიდულობდით არ იყო დაჟანგებული იყო მიგმარმინას ქმარს გააღაროს ღმერთმა საუკეთესო უნდა და ჩვენთვის და წერდა თურმე ამ ქალის შვილს ამ ქალმა ასე იცოდა გონია თუ უხინს ამ ქალს ბევრი აქვს 24 საათი შრომობს რომ ლუკვა პური კანადაში მიუტანოს თავის ოჯახს აი ასეთმა ქალბატონმა გოგო მაჩუკა მანქანა გზა გაქვს ყველგან ხსნილი დაგლოცოს უფალმა მადლიერი ვარ შენი მადლობა ამ ყველაფრისთვის დღემდე ვერ ვიჯერებ ხალხო ეხლა ნახეთ რა სანამ გავაგრძელებ ის ვიდეო როგორ მოვიდა და მანახა მანქანა და ნახეთ ეს გოგო ნამდვილი ანგელოზი არის უყურეთ ვიდეოს ახლა ქვევით ჩავდივარ გონი რა ხდება დანიელ უთხარი მანქანა გვაჩუკი ჯერა ბუბუ ჯერა სანამ არ ნახავ ვერ დაპარ ჯერა თან ღმერთო ჩემო უკეთ მოგიყვებით ყველაფერს მოგიყვებით ახლა კი წავედი შოქში ვარ გამარჯობა გადაგიღოთ დედა ლამაზი აი რა ლამაზი ხარ დედა როგორი ლამაზი დანიელ რა ვაი მოგეწონა დანიელ მალე სულ უკეთეს უკვე შოქში ხედავთ და სანამ იმ ვიდეოს განახებთ რომ მე დავჭექი გადმომცეს გასაღები მოითმინეთ ჯერ მინდა რომ მოგიყვეთ რომ ფაზლი ააწყოთ და ირწმუნოთ თქვენში არსებული ღმერთის რომ მოიშუშოთ ტკივილი რომ თქვენ ცხოვრებაში აქ დაუკავშირდეთ თქვენ სულს თქვენ ღმერთს აქ აანთოთ სანთელი მერე აანთეთ ეკლესიაში კი მაგრამ პირველ რიგში აქ განათლდეთ ნათელი მოფინოთ გონებას რომ ირწმუნოთ შიში კი აღარ იყოთ შემოქმედებაში რომ გააღვიძოთ ღმერთი თქვენში რომ ის ბედნიერები იყოთ და მივხვდეთ აქ ხართ თქვენ ტკივილისთვის კი არა ბედნიერებისთვის და
და ნახეთ ესე იგი ვერ პოლოდნენ მანქანას და უცბად ეს გოგო მისი შვილი მახო მადლობა მახო რამინას მეუღლეს მიმართა უგზავნის თურმე აი ეს მისი შვილი ამ გოგოს შვილი ერკვევა მანქანებში და უგზავნის მოკლედ და ვერ პოლობენ და ამ ქალბატ ამ გოგომ ხვეწის ეს ყველაფერი და უცბად ნახულობს ვიდეოს სადაც ვამბობ რომ ძალიან ცივა მეთქი ეს მანქანაზე ვცდილობთ ვიყიდოთ მეთქი და წერს გჩუქნიო გესმით ხალხნო ეს არის ღმერთი მე რო გული გავხსენი მე რო არ მივატოვე ჩაბარებული ღმერთის შვილი ღმერთმა ეს მითხრა შენ რო ჩემი შვილი არ მიატოვეო შენ რო დედა შენ სუვლიო არ დატოვე ჩემი სასწაულიო მარტო რო უვლიო სასწაულებს მოვახდენ ამის გამო შენ ცხოვრებაშიო და შენით ვანახებ სხვებს ჩემ ძალასო ამ ბიჭის უდიდესი ენერგია იყო და იმიტომ იყო გზავნილი რომ ბიჭი გაჩუქებსო იმიტომ რომ დედამისმა ენერგეტიკულად ერთხელ ნახა და სულ ეს ბიჭი მოქმედებდა ჩართულიყო ამ ყველაფერში გესმით იმიტომ რომ სამყაროს სხეულის სიტყვებით ანუ ღმერთის სიტყვების კი არ ესმის ენერგიის და რა ენერგიისაც ხარ იგივეს გიგზავნით გესმის ამიტომ ვამბობ რომ უნდა შევცვალოთ და ამ ბიჭის ენერგია რადგან სულ ფიგურირებდა იმიტომ მითხრა რომ ბიჭი გაჩუქებსო ფაქტობრივად ბიჭმა მაჩუქა დედით იმიტომ რომ სულ ესმოდა დედამის რომ აი ეს ეძებდა ჩემთვის მანქანას ეძებდა და უცბად ვიდეო რო ნახა თქვა რომ მე ვაჩუქებო გესმით ყიდვა კი არა მაჩუკა მადლიერი ვარ და ახლა ნახეთ მე რომ მივედი და მოკლედ ეს არის ღმერთი მობრუნდით ხალხო ღმერთისკენ ღმერთმა მითხრა რომ შენით კლავ ირწმუნებენო ჩემსასო კლავ ირწმუნებენ რომ მე მათში ვარო შეიძლებიან უკეთესობისკენო რომ მინდა მოვახდინო მათზე სასწაულიო უბრალოდ არ მაძლევენო ამის უფლებასო საშუალებასო რადგან სხვაგან მეძებენო სხვებშიო ჩავიდნენ გულშიო მოიშუშო ტკივილიო გახსნა გული შემომიშვანო ისევო და საოცარებას მოვახდენ მოცხოვრებაში როგორც შენ სრულად ვინ ვარ მე ხო და საერთოდ უცხო ადამიანს მისთვის დამეხმარა ანუ ჩემთვის საერთოდ უცხო ადამიანი დამომიდგა გვერდში და ასე მოვდივარ ამიტომ ირწმუნეთ ღმერთის და ახლა გააგრძელეთ ვიდეოს ყურება უდიდესი მადლობა დაგლოცოს უფალმა და ღმერთო ჩემო იავარდებით მოფენილი იყოს შენი გზა მადლობა ყველაფრისათვის მადლიერი ვარ და ბედნიერი თიწამით და სანამ ამას გავაგრძელებთ ნახეთ 16 არის ტრანსფორმაციის რიცხვი 16 თუ 16-ს ხედავთ ოღონდ იმის და მიხედვით აქ რას დაახვეთრებთ აქ რამდენად გაქვთ ტკივილი მოშუშებული ღმერთს რამდენად დაუკავშირდით იმის და მიხედვით მოხდება ტრანსფორმაცია ან ცუდი ან კარგი და 16 რიცხვი თუ არის პეპელა 16 რიცხვი ყველგან პეპელას ხედავთ ეხლა ნახეთ ველოდები გარეთ ვიყავი შენცი და შემოვიდა რიცხვად ნახეთ რა დავინახე ყველა ამ პალატაში სულ პეპელა ექთანი შემოდის პეპელა აცვია ვეუნები რატო ჩაით აი დღეს მომინდაო ექთნები სულ იცვლებიან აი დღეს მომინდაო ესეო სულ პეპლებიანი ეცვა მე ვხედა მეორე ექთანს ფეხზე პეპელა ყველგან რომელ პალატაშიც იყო ადრე დედა ჩემი ისიც პეპელა რა მაგრაცეკო პეპლები ნახედანი პეპლები სიმბოლური. იყავი დედო, იყავი. მე ვარ კიდე რო ირწმუნით ღმერთისაც. მე ვარ 16 რიცხვში დაბადებული. ნუმეროლოგიაში 0 არ 1-დან იწყება, 1-დან 9-მდე. და ნახეთ, სერია, იცით როგორ არის მანქანის ეს სანომრე ნიშანი, რაც შეგხვდება ის არის. აბა რამ შემხვდა? ასე 16. გესმით? და ყველაზე დიდი სასწაული. ტრანსფორმაცია არის, გესმით? ნიშანი არის, რომ რაღაც ახალი მოდის შენ ცხოვრებაში. და ნახეთ, ანუ მე 16 რიცხვში ვარ დაბადებული. ეს ღმერთის ძალა არის, რომ ამოიღო ამ ბიჭმა 16, 106, 16. გავკი და პირველი იწყება დითი, დანიელი.
და რო მოიღო გავკიშდი შოქში ჩავარდი რა და რამინას ვეუბნები უბრალოდ რამინა გადავყვა ყველაფერი მიმიყვანეს იქ მოკლედ ასწაული მახო მადლობა რამინას კიდევ ერთხელ მეუღლეს მიმართა და ნახეთ როდესაც რამინას ვეუბნები ერთადერთი ზრდადი მინდა იყოს თქო რა აი მაგალითად იქნებოდა 2 თუ ყოფილიყო 1 და მერე 7 ან რაღაც მასეთი და ნახეთ ზრდადიც არის 106 არის ხო და ანუ 6 იზრდება ხო გაიზარდა და ჩემი დაბადება არის 16 და კიდე 1 + 1 არის 7 ღმერთის ციფრად არის მიჩნეული ღმერთი აქაც განახებთ რომ მე ვარო მე გავაკეთე ეს ყველაფერიო და კიდე თავარი რო გადმომცეს მანქანა ეს მისი შვილი მიმაყვანი მე თქვი ბენზინის ჩავ 9 წელი არის აქ არ ვიცი საქართველოში სულ მისხავდნენ ხოლმე ბენზინს რა ანუ ჩვენთან არ არის თვითმოსახურება ეხლა არ ვიცი როგორ არის 9 წლის უკან და აქ თვითმოსახურება არის არასდროს არ ჩამისხავს აქ მანქანა აქ არ მყოლია მანქანაში ბენზინი არასდროს არ ჩამისხავს და მის შვილს უთხარი რომ გეხვეწებით თვითგან ვინც მაჩუკა იმ ანგელოზის შვილს რომ თუ შეიძლება მასწავლე მეთქი და რომ მივყავდა მეუბნება რომ მაშინ დედაჩემს დაურეკე უთხარი რომ შენ კორპუსთან მოვიდეს და მე ჩვენ იქ მივალთო რა და კარგი მეთქი და ამ დროს რო დავხედე საათს იცით რომელი საათი იყო 1:06 2:06 წუთი იყო ნახეთ ეს არის ღმერთი მეტი რა დამამტკიცებელი საფუძვი გინდათ რა გინდათ კიდე ბევრს გაგიზიარებთ სკრინებს ყველაფერს ვაკეთებ რომ განახოთ ღმერთის სასწაულები ოხ თქვენთვის საოცრებები მაქვს მომზადებული ჯერ სათხართ დაელოდეთ ახლა კიდე უყურეთ ვიდეოს აბა დროებით აი საოცრება მადლიერ ანა არ მჯერა დედა ხელები როგორ დასურგება დედა აი ეს არის ღმერთი მერტო არ მჯერა მე ასა კამიონ რაღა ანუ მადლობა ღმერთო მადლობა თქვენ ყველას მადლობა დიდი აბა დაასიგნალე პიპი ის მიერ მოვლენილი ანგელოზი მადლობა დედა მოვედი და 16 საოცრება სახეს ხელები ხო საათს ვაკეთებ და ეს იგი საოცრება მანქანას ვატარებ დედა 9 წლის შემდეგ 9 წლის და გახსენება იცის თურმე დავჯექი ვატარებ რაღაცები ცოტა კი დავპანიკდი მაგრამ აი სხეულს ახსოვს რა იმდენი ვატარებ მანქანა რომ საქართველოში რომ ახსოვს ძალიან მაგლიერება აკვარით საოცრად მაგლიერი აბატროს ირწმუნეთ სასწაულების დამიცილება თქვენს ცხოვრებაში ირწმუნეთ თქვენში არსებული ღმერთი